ივანიშვილი თავისი ბანდიტური დაჯგუფებით პირდაპირ გაგებით დგას ყანაში და ხრუშჩოვის დროინდელი რიტორიკით დემონსტრირებს, როგორ აქცია უძველესი კულტურის და ახალგაზრდა, მაგრამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეპუტაციის მქონე ქვეყანა ყანად და პატარა სოფლად. პოლიტიკური პროვინციალიზმის მიღმა ცინიკურია, როცა ამას აკეთებს იმ ქვეყნის მთავრობა, რომლის დროსაც ყველაზე დიდი ზიანი თუ რამეს მიადგა ეს სწორედ ქართული სოფელი და რეგიონების მოსახლეობა, დაცლილი ქართული სოფლების და დემოგრაფიული კატასტროფის პირას მყოფი ქვეყნის მმართველი ელიტა ბედავს და ასე ექცევა ქართული სახელმწიფოს ნამდვილ მეგობრებს, ყველაზე ძლიერ, უსაფრთხო, დემოკრატიულ, კეთილდღეობით სავსე და ბედნიერი საზოგადოებებით დასახლებულ სახელმწიფოებს. მთავარი ამას უბედავს საკუთარ ერს, რომელთანაც მათ არც კულტურულად, არც ღირებულებითად, არც ტრადიციით, აღარც რწმენით და არც პოლიტიკით აღარაფერი აკავშირებ. ივანიშვილმა ქვეყნის განვითარების ამბიციისგან დაცლის, დესუვერენიზაციის და დისფუნქციურობის დაპირებები პირნათლად შეასრულა. მაგრამ ყანად ქცევა არც ერთი ქართველის ყველაზე ჩაკირული ქოცის ოცნებაც კი არ ყოფილა.